თქვენი ძალიან მკაცრი ტვიტი გამახსენდა, როდესაც კობახიძეს შეახსენეთ, რომ ტერი პუტინია. როდესაც ის ზელენსკისა და მაია სანდუს აკრიტიკებდა, ახლა პუტინიც ახსენე, ერთხელ მაინც ირაკლი, ხომ იცი შენ ის, ვინც შენს ქვეყანაში შემოიჭრა, დახოცა ხალხი და თქვენი ტერიტორიები კვლავაც ოკუპირებული აქვს. ისაა შენი ნამდვილი მტერი. ოცნება თავიდანვე ერიდებოდა რუსეთის მტრად მოხსენიებას, ალბათ თქვენ ეს კარგად გახსოვთ. I mean, look, this is what amazes me is you have a government right now that's trying to kiss up to a country that occupies a third of you. რაც მაუცებს არის ის, რომ დღეს საქართველოს ყავს მთავრობა, რომელიც ცდილობს მიელაქუცოს, მოეფეროს ქვეყანას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები მიტაცებული აქვს. გავეცანი პრემიერის წერილს ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ. ისევ სააკაშვილს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. ეს იგივეა ქურდობისას სხვერპლს დააბრალო დანაშაული. სახლში რომ შემოგეჭრან და სახლის პატრონი დაადანაშაულო. არა, ეს რუსეთმა გააკეთა. რუსეთმა დაგეგმა პროვოკაციული შეტევა და მათ დანაშაული ჩაიდინეს. საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური მთავრობა კი ცდილობს ბრალი წაუყენოს წინა ხელისუფლებას და არა რეალურ აგრესორს, რაც წყატყობს ვის მხარეს დგანან ისინი. პოლიტპატიმრებზე ოდნავ მოგვიანებით ვაპირებდი საუბარს დაუცილებლად, მაგრამ რადგან მიხეილ სააკაშვილი თავად ახსენეთ, აქვე გკითხავთ მის შესახებ. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პუტინის პატიმარია, მიხეილ სააკაშვილი, რომლის დროსაც საქართველოში ჩამოვიდნენ ჯორჯ ბუში, ჯო ბაიდენი, დონალდ ტრამპი, ამერიკის სამი პრეზიდენტი. ფიქრობთ თუ არა, რომ შეერთებულ შტატებს და ევროპას მეტი უნდა გაეკეთებინა რეფორმატორი და დასავლეთის მოკავშირე პრეზიდენტის ციხიდან დასახსნელად? Yeah, absolutely we should have. What's being done to him is awful. რასაც სააკაშვილს უკეთებენ საშინელებაა. შეიძლება პოლიტიკურად არ ეთანხმებოდე, მაგრამ ვერავინ იტყვის გულწრფელად, რომ მან საქართველო არ განავითარა და არ დაიცვა, როცა საჭირო იყო. ამერიკაც ჩართო მხარდასაჭერად, პოლიტიკურ მხარდაჭერას გულისხმობ და დღეს ამისთვის მტრად გამოცხადებულს აპატიმრებენ. ეს ისევ საბჭოთა მეთოდებია. ვისურვებდი, რომ ამერიკას და მოკავშირეებს მეტი გაეკეთებინათ, მაგრამ ახლა ასე. I do wish the United States and our allies would have done more and would do more, but it is what it is.